დედამიწაზე ადამიანები მხოლოდ გარეგნობით არ განსხვავდებიან. ისინი განსხვავდებიან იმითაც, თუ როგორ ერგებიან გარემოს, როგორ ცვლის სხეულს, გენეტიკას, ბუნება და როგორ აყალიბებს კულტურა მათ ცხოვრებას. არსებობენ ადამიანები ისეთ პირობებში მცხოვრებნი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანი რამდენიმე დღესაც კი ვერ გაძლებს. ზოგი კი ფლობს უნარს, რომელიც თითქმის ზებუნებრივად გამოიყურება. ეს ვიდეო არ არის მითებზე ან ლეგენდებზე, აქ ნახავთ რეალურ ადამიანებსა და ხალხის ჯგუფებს, რომლებიც მეცნიერების მიერ შესწავლილია და დადასტურებულია. იქამდე კი სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩემს გამომწერს ამ ვიდეოს იდეისთვის, ნამდვილად საინტერესო აზრი მომაწოდა. თქვენ კი თუ გსურთ კონტენტის განვითარება, ძალიან მარტივია, მოიწონეთ ვიდეო, გამომიწერეთ თუ პირველად მიყურებთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრი ვიდეოს კომენტარებში, რადგანაც უკავშირი არის ის, რაც დიდ мотивაციას მაძლევს ვიდეოების ჩაწერისას. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომაც და გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. მე-20 ეს არის სამა დაილად, ზღვის ხალხი. სამა დაილათის ხალხს ხშირად ზღვის მომთაბარეებს უწოდებენ, რადგან მათი ცხოვრება პრაქტიკულად არასდროს წყდება ოკეანესგან. ისინი თაობების განმავლობაში ცხოვრობენ პატარა ნავებზე, რომლებიც ერთდროულად იყოს სახლი, სამუშაო ადგილი და ტრანსპორტი. მიწაზე ცხოვრება მათთვის უცხო და არასასიამოვნო იყო. ბევრს მიწაზე ყოფნისას თაბრუსხვევაც კი ემართებოდა. ბავშვები ცურვას სიარულზე ადრეც კი სწავლობენ და რამდენიმე წლის ასაკში უკვე თავისუფლად გადაადგილდებიან ღრმა წყალში. მათი ორგანიზმი დროთა განმავლობაში ისე შეეგუა ზღვის პირობებს, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზღვის ხალხს საშუალოდ უფრო დიდი ელენთა აქვთ, რაც დიდხანს უთქვის შეკავების საშუალებას აძლევს. ეს უნარი მათ ეხმარებათ ღრმად ჩაყვინთვაში ყოველგვარი თანამედროვე აღჭურვილობის გარეშე. თევზაობა არა მხოლოდ საკვების მოპოვება, არამედ სოციალური და კულტურული აქტივობა, რომელიც მთელ საზოგადოებას აერთიანებს. ბოლო 10 წლეულებში სახელმწიფოებმა მათი დასახლება სადეს ხმელეთზე, თუმცა ბევრი ოჯახი მაინც დაბრუნდა ზღვაში, რადგან სწორედ იქ გრძნობენ თავს სრულყოფილად და თავისუფლად. მე-19 ჰუარანი, ამაზონი. ჰუარანის ხალხი ამაზონის სიღრმეში ცხოვრობს და ერთ-ერთ ყველაზე დახურულ თვითმყოფად საზოგადოებად ითვლება მსოფლიოში. მათი ყოველდღიური ცხოვრება სრულად არის მორგებული ჯუნგლების რიტმზე. საკვები მოიპოვება ნადირობითა და შეგროვებით, საცხოვრებელი შენდება ტყის მასალებით, ხოლო სამკურნალო ცოდნა მცენარეებზეა დაფუძნებული, რომელიც თაობებიდან თაობას გადაეცემა. ჰუარანის მონადირეები ცნობილნი არიან შხამიანი შუბების გამოყენებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს დიდი ცხოველების მინიმალური ძალისხმევით დამარცხებაში. ტყე მათთვის მხოლოდ ფიზიკური სივრცე არ არის, იგი სულიერი სამყაროს ნაწილია, სადაც მათი რწმენით წინაპრების სულები და ბუნების ძალები თანაარსებობენ. წარსულში გარე სამყაროსთან კონტაქტმა მათ მძიმე შედეგი მოუტანა. ეპიდემიამ და ძალადობრივმა დაპირისპირებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი შეამცირა. სწორედ ამიტომ დღეს ბევრი ჰუარანის ჯგუფი შეგნებულად ირჩევს იზოლაციას და უარს ამბობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მათი არსებობა ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანმა შეიძლება სრულფასოვანი ცხოვრება გააგრძელოს ცივილიზაციის მიღმაც, ბუნებასთან სრული ჰარმონიით. მე-18 ნენეტები, ციმბირი. ნენეტები ჩრდილოეთ ციმბირის ტუნდრაში ცხოვრობენ, ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ გარემოში, სადაც ზამთრის ტემპერატურა რეგულარულად -40 გრადუსზე ეცემა, ხანდახან -50-იც. ასეთ პირობებში გადარჩენა მხოლოდ ცხოვრების მკაცრი წესრიგით არის შესაძლებელი. ნენეტებისთვის ირმები არსებობის საფუძველია. ისინი უზრუნველყოფენ საკვებს, ტანსაცმელს, საცხოვრებლის მასალას და გადაადგილების საშუალებას. მთელი საზოგადოება აგებულია ირმების წლიურ მიგრაციაზე, რის გამოც ნენეტები მუდმივად გადაადგილდებიან ტუნდრაში. მათი საცხოვრებელი ტრადიციული კარვებია, სპეციალურად ისე შექმნილი, რომ სწრაფად აიშალოს და აიგოს. ბავშვები ძალიან ადრეულ ასაკში ეჩვევიან სიცივეს, მძიმე შრომას და პასუხისმგებლობას, რაც მათ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამძლეებს ხდის. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ნავთობის ინდუსტრიამ ნენელა შეაღწია ამ რეგიონში. თუმცა ბევრი ნენეტი კვლავ იცავს წინაპრების წესებს და ბუნებას არა როგორც მტერს, არამედ როგორც ცხოვრების თანამგზავრს აღიქვამს. მე-17 ურუს ხალხი, ტიტიკაკას ტბა. ურუს ხალხი ცხოვრობს ტიტიკაკას ტბაზე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3800 მეტრზე მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ ტბად ითვლება. მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ ხელოვნურად შექმნილ მცურავ კუნძულებზე, რომლებიც მთლიანად ლერწმით არის აშენებული. ეს კუნძულები მუდმივ მოვლას საჭიროებს, რადგან წყალი ნენელა ანგრევს ქვედა ფენებს და თუ ლერწამი დროულად არ დაემატა, კუნძული შეიძლება ჩაიძიროს.
ურუს ხალხის სახლების სამზარეულოები და სათავსოები პირდაპირ წყალზე ტივტივებს, ხოლო მათი ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად ტბის რესურსზეა დამოკიდებული. თევზაობა, ფრინველებზე ნადირობა და ლერწმით დამზადებული ნავები მათ არსებობას უზრუნველყოფენ. თაობების განმავლობაში მათ შეიმუშავეს უნიკალური ცოდნა, რომელიც წყლის ზედაპირზე სტაბილური საზოგადოების შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ბოლო წლებში ტურიზმმა მათი ცხოვრება ნაწილობრივ შეცვალა და ბევრი კუნძული ტურისტულ სივრცედ იქცა, თუმცა ურუს ხალხი კვლავ ცდილობს საკუთარი კულტურისა და ტრადიციული ცხოვრების წესის შენარჩუნებას, თანამედროვე ზეწოლის პირობებშიც. მე-16 მენტავაი, ინდონეზია. მენტავაის ტომისთვის ტატუირება მხოლოდ ვიზუალური მორთულობა არასდროს ყოფილა. ეს არის ადამიანის შინაგანი სამყაროს, სულიერი მდგომარეობისა და ბუნებასთან კავშირის პირდაპირი გამოხატულება. მათ ჯერათ რომ სხეული სულის ანარეკლია და თუ სხეული ცარიელია, სული ვერ იქნება ჰარმონიაში გარემოსთან. სწორედ ამიტომ თითოეული ტატუ სიმბოლურად ასახავს ადამიანის ცხოვრებას, გამოცდილებასა და როლს საზოგადოებაში. ტატუირების პროცესი ხშირად მიმდინარეობს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე. ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლისას, ოჯახის შექმნისას ან სულიერი განვითარების ნიშნად. მენტავაის ხალხი საუკუნეების განმავლობაში იცავდა ამ ტრადიციას, მიუხედავად კოლონიური ზეწოლისა და თანამედროვე რელიგიური გავლენებისა, რომლებიც ტატუირებას ეწინააღმდეგებოდა. პროცესი მტკივნეული და ხანგრძლივია, თუმცა სწორედ ეს ტკივილი აღიქმება სულიერ გამოცდად. დღეს მათი კულტურა ნელ-ნელა იცვლება, მაგრამ ბევრი მენტავაი კვლავ აღიქვამს საკუთარ სხეულს როგორც ცოცხალ რუკას, სადაც თითოეული ხაზი ბუნებასთან და წინაპრებთან კავშირს ინახავს. მე-15 ტორაჯა, ინდონეზია. ტორაჯას ხალხისთვის სიკვდილი მყისიერი დასასრული არ არის, არამედ ხანგრძლივი და ეტაპობრივი პროცესის დასაწყისი. როდესაც ადამიანი კვდება, იგი დაუყოვნებლივ არ ითვლება გარდაცვლილად. ოჯახი მას ავადმყოფად მიიჩნევს და შეიძლება წლების განმავლობაში საკუთარ სახლში ინახავდეს. ამ პერიოდში მიცვალებულ სუვლიან, ყოველდღიურად ესაუბრებიან და სიმბოლურად კვლავ ოჯახის წევრად აღიქვამენ. მათი რწმენით სული სრულად არ ტოვებს სხეულს მანამდე, სანამ სათანადო დაკრძალვის ცერემონია არ ჩატარდება. ეს ცერემონია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და ხშირად დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რის გამოც ოჯახები ხანგრძლივად ემზადებიან. დაკრძალვა შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და მასში მთელი საზოგადოება მონაწილეობს, რადგან ეს არა მხოლოდ პირადი, არამედ სოციალური მოვალეობაც არის. ქოსა, სამხრეთ აფრიკა. ქოსას ხალხი განსაკუთრებით ცნობილია უნიკალური ენით, რომელიც შეიცავს კლიკ ბგერებს, ხმებს, რომლებიც წარმოიქმნება ენის, ტუჩებისა და სასის რთული ზუსტად მოძრაობებით. ეს ბგერები საუბრის ბუნებრივი ნაწილია და არ უკავშირდება არც რიტუალს, არც სიმღერას. ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სხვა ენებში თანხმოვანები. გლობალიზაციისა და თანამედროვე განათლების გავლენის მიუხედავად, ბევრი ქოსა აქტიურად იცავს მშობლიურ ენას. ასწავლის მას სკოლებში და ოჯახებში და თვლის, რომ ენის დაკარგვა კულტურული იდენტობის დაკარგვასაც ნიშნავს. მათი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ როგორ შეიძლება ენა გახდეს კულტურის გადარჩენის მთავარი საყრდენი თანამედროვე სამყაროში. მე-13 პიგმეების ხალხი, კონგო-საუზი. პიგმეების სახელით ცნობილი ხალხები ცენტრალური აფრიკის ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობენ და ერთიან ეთნიკურ ჯგუფებს არ წარმოადგენენ. ეს სახელწოდება რამდენიმე სხვადასხვა ტომს აერთიანებს, რომლებსაც მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და ცხოვრების წესი აქვთ. მათი შედარებით მცირე სიმაღლე მეცნიერების აზრით გარემოსთან ხანგრძლივი ადაპტაციის შედეგია. მკვრივ ტყეში გადაადგილება, ნადირობა, რესურსების მოძიება ასეთ ფიზიკურ სტრუქტურას უფრო ეფექტურს ხდის. საუკუნეების განმავლობაში ისინი ინარჩუნებდნენ საკუთარი ცხოვრების წესს გარე სამყაროსთან შედარებით. თუმცა დღეს ტყეების გაჩეხვა, სამთო მრეწველობა და სოციალური ზეწოლა მათ არსებობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პიგმეს ხალხის ისტორია ნათლად აჩვენებს, რამდენად მყიფეა ტრადიციული კულტურის ბედი თანამედროვე სამყაროში. მე-12 ტუარეგი, საჰარა. ტუარეგის ხალხი საჰარის უდაბნოში ცხოვრობს, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და უკიდურეს გარემოში დედამიწაზე, სადაც გადარჩენა განსაკუთრებულ ცოდნასა და გამძლეობას მოითხოვს. ისინი ცნობილნი არიან უნიკალური ტრადიციით. ტუარეგის კაცები სახეს ფარავენ სპეციალური ლურჯი თავსაფრით, ხოლო ქალები არა, რაც ბევრ სხვა კულტურასთან შედარებით შებრუნებულ სოციალურ ნორმას ქმნის. სახის დაფარვა მხოლოდ კლიმატურ დაცვას არ ემსახურება, ის სიმბოლურად უკავშირდება ღირსებას, სულიერ დაცვას და ზრდასრულობაში შესვლას. თუ
ტუარეგის საზოგადოებაში ქალებს ძლიერი სოციალური და ეკონომიკური პოზიცია აქვთ. ქონება და მემკვიდრეობა ხშირად დედის ხაზით გადადის, ხოლო ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოჯახურ და კულტურულ გადაწყვეტილებებში. უდაბნოებში გადაადგილება, ვარსკვლავებთან ორიენტაცია და წყლის რესურსების ზუსტი ცოდნა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად თანამედროვე საზოგადოებისა და პოლიტიკური ზეწოლისა, ტუარეგის ხალხი კვლავ ცდილობს შეინარჩუნოს მომთაბარე იდენტობა და თავისუფლების განცდა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უდაბნოსთან მჭიდრო კავშირმა ჩამოუყალიბა. მე-11 იანომამი, ამაზონი. იანომამის ხალხი ამაზონის ტყის სიღრმეში ცხოვრობს და ნახევრად მომთაბარე ცხოვრების წესით გამოირჩევა. იანომამის ხალხი ტრადიციულად ცხოვრობენ დიდ კომუნალურ საცხოვრებლებში, რომლებიც ერთ დიდ წრიულ სტრუქტურას წარმოადგენს და რამდენიმე ოჯახს აერთიანებს, რაც კოლექტიური ცხოვრების ძლიერ განცდას ქმნის. ბოლო 10 წლებში გარე სამყაროსთან კონტაქტმა მათ მძიმე შედეგები მოუტანა: დაავადებები, მიწების დაკარგვა და სოციალური დაძაბულობა. მიუხედავად ამისა, ბევრი იანომამის ჯგუფი კვლავ ცდილობს წინაპრების ტრადიციების დაცვას და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას თანამედროვე ზეწოლის პირობებშიც. მე-10 ამამყვინთავები, იაპონია. ამამყვინთავები იაპონიაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ და ძირითადად ქალებისგან შედგებოდნენ, რომლებიც ზღვის სიღრმეში ყვინთავდნენ ჟანგბადის ბალონებისა და თანამედროვე აღჭურვილობის გარეშე. მათი მთავარი საქმიანობა იყო მარგალიტის, ზღვის ხამანწკების, წყალმცენარეებისა და სხვა ზღვის პროდუქტების მოპოვება. ამამყვინთავების ტექნიკა ეფუძნებოდა სუნთქვის ზუსტ კონტროლს, სხეულის მოდუნებასა და ზღვასთან სრულ ჰარმონიაში ყოფნას. ისინი ხშირად რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩერდებოდნენ წყალქვეშ. ამა ქალებისთვის ყვინთვა მხოლოდ სამუშაო არ იყო, ეს იყო იდენტობის ნაწილი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინდუსტრიულმა თევზაობამ ამამყვინთავების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა ზოგიერთი რეგიონი დღესაც ცდილობს ამ უნიკალური ტრადიციის შენარჩუნებას, როგორც ცოცხალი კულტურის მემკვიდრეობის ნაწილს. მე-9 ტიბეტელები. ტიბეტის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხი საუკუნეების განმავლობაში ადაპტირდა გარემოსთან, სადაც საერი იშვიათია და ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნად დაბალი. მეცნიერებისთვის ეს ხალხი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, რადგანაც მათი ორგანიზმი ჟანგბადს სხვაგვარად იყენებს. სისხლი უფრო ეფექტურად აწვდის ჟანგბადს ქსოვილებს, ხოლო სხეული ნაკლებ ენერგიას ხარჯავს სუნთქვაზე. ასეთ სიმაღლეზე, სადაც სხვა ადამიანები სწრაფად იღლებიან, თაობრუ სხვევას ან სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდიან, ტიბეტელები ნორმალურად მუშაობენ, გადაადგილდებიან და ცხოვრობენ. მათი ცხოვრება ნათლად აჩვენებს, რამდენად შორს შეუძლია ადამიანს წასვლა ბუნებრივ პირობებთან ადაპტაციის გზაზე. მე-8 ჰიმბა, ნამიბია. ჰიმბას ხალხი ნამიბიის ჩრდილოეთით უკიდურესად მშრალ და ცხელ რეგიონში ცხოვრობს, სადაც გარემო ადამიანებისგან განსაკუთრებულ გამძლეობას მოითხოვს. ისინი ცნობილი არიან კანის დაცვის უნიკალური ტრადიციული მეთოდით, ნაზავით, რომელიც მცენარეულ ცხიმს, კარაქს და მინერალურ პიგმენტებს აერთიანებს. ეს ნარევი არა მხოლოდ კანს იცავს ძლიერი მზის სხივებისგან და მწერებისგან, არამედ ტენიანობის შენარჩუნებაშიც ეხმარება ორგანიზმს. მიუხედავად ტურიზმისა და გარე სამყაროს მზარდი ინტერესისა, ჰიმბას ხალხი აქტიურად ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი ცხოვრების წესი და არ დაკარგოს კულტურული თვითმყოფადობა თანამედროვე ცვლილებების ფონზე. სენ ბუშმენ, სამხრეთ აფრიკა. სან ხალხი ხშირად ბუშმენებად მოხსენიებული ითვლება ერთ-ერთ უძველეს ადამიანთა ჯგუფად დედამიწაზე, რომლის გენეტიკური და კულტურული ფესვები 10,000-ობით წლით უკან მოდის. სენის ხალხი ფლობს ბუნების საოცარ აღქმას, მათ შეუძლიათ მცენარეების ამოცნობა მცირე დეტალით, იციან მათი საკვები და სამკურნალო თვისებები და ზუსტად კითხულობენ ცხოველების კვალს, მოძრაობასა და ქცევას. ეს ცოდნა გადაეცემა ზეპირად თაობიდან თაობას, პრაქტიკისა და დაკვირვების გზით. სენის კულტურაში ნადირობა მხოლოდ საკვების მოპოვება არ არის, ის სულიერ და სოციალურ მნიშვნელობასაც ატარებს და საზოგადოების ერთიანობას აძლიერებს. მე-6 სენტინელის ანდამანის კუნძულები. სენტინელის ხალხი ცნობილია უკიდურესი იზოლაციით და გარე სამყაროსთან კონტაქტის მკაცრი და სრულყოფილი უარყოფით. ისინი ცხოვრობენ ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე, ბენგალის ყურეში, სადაც შესვლა ოფიციალურად აკრძალულია მათი უსაფრთხოებისა და კულტურის დაცვის მიზნით. მეცნიერებისთვის მათ კულტურაზე, ენაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან პირდაპირი კვლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ვარაუდობენ, რომ ისინი ნადირობასა და შეგროვებაზე დაფუძნებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ.
გარე სამყაროსთან კონტაქტმა სხვა იზოლირებულ ტომებს ხშირად დაავადებები და კულტურული დაშლა მოუტანა, რის გამოც სენტინელის ხალხის იზოლაცია დღეს დაცულად ითვლება. მათი არსებობა გვახსენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროს მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობენ და საკუთარ გზას ინარჩუნებენ. მეხუთე, აინუ, იაპონია. აინუს ხალხი იაპონიის ჩრდილოეთ რეგიონებში, განსაკუთრებით ჰოკაიდოში ცხოვრობდა და მკვეთრად განსხვავდებოდა იაპონური უმრავლესობისგან. აინუს კულტურა გამორჩეული იყო ანიმისტური რწმენით, სადაც მთები, მდინარეები და ხეები სულიერი არსებები იყვნენ. მათი ცეკვები, სიმღერები და ხელობა საზოგადოებრივ ერთიანობას უზრუნველყოფდა. ისტორიულად, იაპონური სახელმწიფოს ასიმილაციის პოლიტიკამ აინუს ხალხის კულტურა სერიოზულად დააზარალა. ენა, ტრადიციული რიტუალები და ხელობა თითქმის დაიკარგა. დღეს აქტიურად ცდილობენ აინუს მემკვიდრეობის აღორძინებას. ენის სწავლა, კულტურული ცენტრები, რიტუალები და ღონისძიებები ეხმარება მათ სულიერი და კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში. მეოთხე, მოკენების ხალხი, ტაილანდი, მიანმარი. მოკენის ხალხი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზღვებთან, ძირითადად ტაილანდსა და მიანმარში ზღვის სიახლოვეს ცხოვრობს. ბავშვობიდან მათ უვითარდებათ უნარი წყალქვეშ მკვეთრად დაინახონ, რაც აუცილებელია თევზაობისთვის, ნავებით გადაადგილებასა და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა საქმიანობისთვის. მოკენის საზოგადოება ნახევრად მომთაბარეა და მათი ყოფა მჭიდროდ დაკავშირებულია გარემოსთან. ისინი იცავენ ბუნებრივ რესურსებს, იცნობენ წყალქვეშა ცხოველებს და სწავლობენ სანაპირო ეკოსისტემების ბალანსის შენარჩუნებას. მათი ცხოვრების წესი აჩვენებს, როგორ შეუძლია ადამიანს გარემოსთან ადაპტაცია, როგორ ვითარდება უნიკალური უნარები და ცოდნა, რომელიც გადარჩენისთვის აუცილებელია. მესამე, ბიჯაო, ინდონეზია. ბიჯაოს ხალხი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზღვებთან ცხოვრობს, ძირითადად ინდონეზიასა და ფილიპინებზე. ისინი გამორჩეული არიან იმით, რომ წყალში დიდხანს სუნთქავენ. მათი ელენთა შედარებით დიდია, რაც აძლიერებს სუნთქვის კონტროლს და წყალქვეშ ყოფნის შესაძლებლობას. ბიჯაოს ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში ზღვაზე იყო აგებული. ისინი ნავებით გადაადგილდებოდნენ, თევზაობდნენ და წყალქვეშ იღებდნენ პროდუქტს ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მათი ძირითადი ცხოვრების წესი აჩვენებს, როგორ შეუძლია ადამიანს გარემოსთან თანაარსებობა და ადამიანის სხეულის ფიზიოლოგიის ცვლილება სპეციალურ პირობებში. მეცნიერებისთვის ბიჯაოს ხალხი წარმოადგენს ცოცხალ მაგალითს ადამიანის უნარსა და გარემოსთან სრულყოფილად ადაპტაციისა. მეორე, ვადომა, ზიმბაბვე. ვადომას ტომი ცხოვრობს ზიმბაბვეში და ცნობილია იშვიათი გენეტიკური თვისებებით. ზოგიერთ ტომის წევრს ხელებზე ნაკლები თითი უვითარდება. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია ტომის ისტორიულ იზოლაციასთან და შიდა ქორწინებებთან. მიუხედავად ფიზიკური განსხვავებისა, ვადომას ხალხი სრულფასოვან ცხოვრებას ეწევა, იცავს ტრადიციებს, იკავებს ადგილობრივ მეურნეობას და საზოგადოებაში ინტეგრირებულია. სადომას ხალხი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება არსებობდეს ადამიანი თანამედროვე ცივილიზაციის მიღმა, საკუთარი წესებით, ღირებულებებით და ცოდნით. პირველი, სანომას ხალხი. სანომას ხალხი ცხოვრობს ამაზონის ყველაზე მიუდგომელ და ღრმა ნაწილში, გარე სამყაროსთან მინიმალური კონტაქტით. მათი ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად ბუნებაზეა დამოკიდებული. ისინი ნადირობენ, აგროვებენ, თევზაობენ და იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, რათა თავიანთი ყოველდღიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ. სანომას კულტურა ძლიერად იცავს ტრადიციებს, რიტუალებს, ამბებს და ცხოვრებისეულ წესებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მათი მაგალითი გვახსენებს, რომ ადამიანის საზოგადოება მრავალფეროვანია და განსხვავებულ გარემო პირობებში მცხოვრებები ქმნიან სრულყოფილ ადამიანურ ყოფას. ეს ისტორიები გვაჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანია ადამიანი და რამდენად განსხვავებული გზებით შეუძლია ბუნებასთან შეგუება. ნორმა არ არის ერთი ფორმა, ნორმა არის მრავალფეროვნება. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებდით ფაქტომაც. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამომიწერეთ, თუ ჯერ არ გამოგიწერიوارთ და გიტოვებთ წინა ვიდეოს საყურებლად, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა. დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით.